მე ვფიქრობ, რომ ყველა ჯერზე, როცა იმ ბოლო პერიოდში ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, უფრო და უფრო მძიმდება, ასე ვთქვათ, ის სიტყვათა წყობა და ის წინადადებები, რომელიც არის მასში ჩადებული. ჩვენ გვახსოვს, რომ ნოემბერში იყო წინა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, იმის მერე სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტი უკუსლა არის ქვეყანაში და მიზეზი რის გამოც ეს რეზოლუცია ამ რეზოლუციას ხვალმე იღებს ევროპის პარლამენტი, გახლავთ ზუსტად ის რა ნაბიჯების გადადგმა. თუ შეგიძლიათ დააზუსტოთ რა არის კიდევ უფრო მეტად მძიმე ვიდრე ეს მე ვფიქრობ 6 ასე ვთქვათ პოსტულატისგან შეიძლება რომ ვისაუბროთ, რომ შედგება ეს რეზოლუციის ტექსტი, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ იმ ფორმით, რა ფორმითაც უკვე შეთანხმებული არის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ხო? პირველი პოსტულატი შეეხება არჩევნებს და ევროპის პარლამენტი კიდევ ერთხელ აღიარებს და ხას უსვავს, რომ კითხვის ნიშანს უსვავს არჩევნების შედეგებს, მის ლეგიტიმაციას, რომ მათი შეფასებით ეს არ იყო თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, პირველი ეს არის. მეორე საკითხი შენაზე რო ვთქვათ რეჟიმის ლეგიტიმაციას არ აპირებს და არ აღიარებს. კი ბატონო, ეს არის ასე ვთქვათ არ აღიარების ნაწილი, მეორე პოსტულატი, რომლის ქვეშაც არის ასევე გარკვეული ნაბიჯები კონკრეტული, რაც გულისხმობს იმას, რომ არ უნდა მოხდეს აღიარება ქართული ოცნების ხელისუფლების, არ უნდა გაიმართოს შეხვედრები მასთან და უფრო მეტი აქცენტი ასე ვთქვათ გადატანილია იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს წარმომადგენელი, როცა საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება საქმე. მესამე საკითხი შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს და აქაც შემოთავაზება ერთგვარი არის, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ეს ბოლო ნაწილი, რაზეც უკვე იყო საუბარი და თქვენც აღნიშნეთ, ეს არის რეალურად ძალიან მძიმე მომავალი იმ შემთხვევაში თუ არ შეიცვლება სიტუაცია და ეს არის ის, რომ ყველა ის მიღწევა ფაქტიურად, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში ევროკავშირთან და ზოგადად შენგენის ზონის ქვეყნებთან, ეს არის პირველ რიგში უვიზო მიმოსვლა, რითაც უამრავი საქართველოს მოქალაქე საარგებლობს და მეორე ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც 2014 წლიდან გვაქვს როგორც იცით ევროკავშირთან, აი ამის ასე ვთქვათ არსებობა, თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ქვეყნის მოსახლეობისთვის. აი ეს პირველად გაჩნდა ეს ჩანაწერი, როცა ასოცირების ხელშეკრულების არსებობა და მისი შეჩერების საკითხს, ასე ვთქვათ, აყენებს დღის ეს ეს ფაქტობრივად ნიშნავს ევროპული სივრცისგან ფაქტობრივად მთლიანად ჩახსნას. ეს რა თქმა უნდა უკიდურეს წერტილი იქნება და ერთმა დაგვიფაროს, რომ ეს მოხდეს, მაგრამ აქვე სრულიად ნათელია, თუ ტრაექტორია ასეთი გაგრძელდა, სახელმწიფოს მინტაცების ეს დინამიკა შენარჩუნდა და ვითარება არ განიმუხდა არჩევნების მეშვეობით, არ მოხდა ლეგიტიმური ინსტიტუტების დაფუძნება და ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენა, ну საბოლოო წერტილი ეს იქნება. ხანდახან ჩვენ ვერიდებით ხოლმე ამაზე ღია და გახსნილ საუბარს, მაგრამ რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ამის ბოლო რა არის მართლა? ანუ ეს უბრალოდ მუქარები რო არ არის და თქვენც ახსენეთ ახლა რომ რეზოლუციების ტონიც და შინაარსით საფრთხება ეს როგორ გავაგებინოთ რომ ყობახიძეან კალაძე რო ჩამოდგება და რაღაცებს რო იტყვიან რომ ჩალის ფასი აქვს და ხალხო ჩვენ 2030 წელს მაინც გავწევრიანდებით ევროკავშირში და პარალელურად ევროკავშირი ამას აკეთებს და ასეთ ნაბიჯებს დგავს რეალობა როგორი არის მწარე მაგრამ რეალობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირი ეს პროცესი არის რომ საქართველოს ეძლევა გარკვეული ვთქვათ დავალებები შესასრულებლად იმისთვის რომ წინ წავიდეს და ისევ იმისთვის რომ უკეთესი ქვეყანა გახდეს და შემდგომ უკვე ამის საფუძველზე როგორაც წინ წავა ქვეყანა ამის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირი. ამის გადაწყვეტილება ვერ მიიღება თბილისში, არ მიიღება თბილისში. ესე არის ევროკავშირის ისტორიის მანძილზე ყველა ქვეყანა ვინც გახდა ევროკავშირის წევრი გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით იმ ქვეყნებმა რომლებიც იყვნენ ევროკავშირში. ანი და ბანია. ხო, ანუ აქედან გადაწყვეტილებას ვის მიიღებს და ვის არ. ხადია და შესაბამისად იმის ანუ ეს გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება იმას თუ ეს ქვეყანა რას გააკეთებს, რამდენად შეასრულებს ყველა იმ მოდი არ ვთქვათ მოთხოვნა, ყველა იმ ასე ვთქვათ რეკომენდაციას, რომელსაც უწევს ევროკავშირი ამ ქვეყანას, ხო? მაგალითად დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, შესაბამისად თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ანუ 9 ნაბიჯი, რომელიც ჩვენ მოგწევ ევროკავშირმა შესასრულებლად, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს გახსნას გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და გახსნას მოლაპარაკება. მაპატიო რომ გაგაწყვეტნეთ, მაგრამ ამის ახსნას იწყებთ ხოლმე ექსპერტები. იწყებთ იმით ევროკავშირის წევრები რატო ვერ გავხდებით. და ამ რეზოლუციიდან უკვე ჩანს რომ ევროკავშირის წევრები გახდებით თუ კი არა, რა სიკეთეებიც ახლა გაქვთ, იმას დაკარგავთ. აბსოლუტურად. ეს რეზოლუცია არ არის მომავალზე, ეს არის ამ წუთას მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან, მათ შორის ქართული ოცნების ხარდამჭერების მხრიდანაც. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
ეს ძალიან რეალურია საფრთხე ჩვენ რეალურად რა ვიცი თითოეული ნაბიჯი სამწუხაროდ რასაც ქართული საქართველოს ხელისუფლება ოცნება დგამს ამ მიმართულებით სამწუხაროდ გვაახლოებს იმასთან რომ აი ეს აზრს ახლა ჩვენ ვისაუბრეთ გახდეს რეალობა იმიტომ რომ როგორც თქვი აქ უკვე ლაპარაკი აღარ არის შემდგომ ეტაპზე აღარ არის ლაპარაკი როგორც თქვენ აღნიშნეთ აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით აღარ არის საუბარი იმაზე რომ ჩვენ წავიდეთ წინ აქ არის საუბარი იმაზე რომ როგორ შევინარჩუნოთ ის რაც აქამდე გვაქვს და აქამდე რაც ასე ვთქვათ ყველაზე მეტად ხელჩასაჭიდია რაც ყველაზე მეტად ჩანს თორემ ბევრი სხვა სიკეთეც არის ვიზა ლიბერალიზაცია თავისუფალი ვაჭრობა ასოცირების ხელშეკრულება და ესენი შეიძლება დავკარგოთ ეს ამ რეზოლუციის მიხედვით ეს დგას სამწუთას კითხვისის ქვეშ მაშინ გამომდინარე იქიდან რომ მე დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქმედ რეჟიმის რაღაც ნაწილს როგორც მინიმუმ ძალიან სიამოვნებს ასეთი განვითარება იმიტომ რომ კაფეოთ ავტორიტარული იზოლაციის ფაზაში არიან გადასულები და რაც ნაკლები შემხებლობა ექნებათ ინსტიტუტებთან რომელთაც მათზე რამე გავლენა ექნებათ ეს მათი დაცულობის ხარისხს თავიანთი ჭკუით უფრო მეტად ზრდის მაგრამ ჩვენ რომელსაც საწინააღმდეგო ინტერესი გვაქვს აი ეს რეზოლუცია რა გავლენას ახდენს ევროკავშირის ინსტიტუტების აღმასრულებელ ორგანოებზე და რა გავლენას მოახდენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე აი ამ სანქციების მიმართულებით. რომ თავიდან აღარ წავიკითხავ, მაგრამ მთელი თაიგული არის სასანქციოდ გამზადებული ადამიანებისა, რომელთაც საკვანძო ადგილები და ფუნქციები აქვთ ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებაში. მოდი ესე ვთქვათ, რომ სამართლებრივად თუ ავიღებთ ამას, როგორც ამბობს დაუშვათ ქართული ოცნების წარმომადგენელი, სავალდებულო ეს არ არის სამართლებრივად. ამას აღჩენს სარეკომენდაციო ხასიათი, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ევროპის პარლამენტი შედგება იმ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისგან, რომელთა ასე ვთქვათ ჯგუფის წარმომადგენლები არიან ხელისუფლებაში სხვადასხვა წევრი ქვეყნებში. შესაბამისად ის გამოხატავს პოლიტიკურ განწყობებს. შესაბამისად ამის საერთოდ უგულებელ ყოფა რომ აი საერთოდ არავინ არაფერში არ მიიჩნიოს და არაფრად არ ჩააგდოს ეს გამორიცხულია. იქიდან გამომდინარე რომ ევროპარლამენტი ეს 750 დეპუტატი არჩეულია და ანგარიშვალდებულია თავისი მოქალაქეების წინაშე, თავისი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. შესაბამისად ის რაც ისინი აკეთებენ და რაც ისინი ამბობენ, ეს არის ის რაც გამოხატავს ასე ვთქვათ იმ ხალხის განწყობებს და მის ამორჩევლების ნებას და შესაბამისად ეს ყველაფერი გადაითარგმნება უკვე რეზოლუციაში. ასე რომ ამის ასე ვთქვათ ესე რაღაც დაბრალება რო თითქოს მას ჩავედეს ფასი აქვს ეს აბსოლუტურად ან განზრახაკეთებ ამას რომ არიცი უბრალოდ რა დანიშნულება აქვს და ან უბრალოდ გინდა რომ შეცდომაში იყო. მოლოდინი რომ უკვე ეროვნული მთავრობები მიიღებენ ანალოგიური შინაარსის გადაწყვეტილებებს მათ შორის ავიზო შეზღუდვების ამ პირების მიმართ ან ქონების დაყადაღების ან სხვა მიმართულებით რეალისტურია. ეს დომინოს პრინციპია, ხო, ის დაიწყო უკვე და ზოგიერთმა ქვეყანამ ეს მიიღო. შესაბამისად ეს არ მგონია რომ სადღაც გაჩერდეს, იმიტომ რომ სიტუაცია უორესდება. ის დონეზე ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებებისა და ოჯახების განწყობას ასახავს. მაგალითად, ჩვენ ვიცით რა გავლენა მოახდინა ივანიშვილის სასამართლო პროცესზე და შემდგომ თანხის გაცემაზე მისთვის ბანკიდან ევროპარლამენტის რეზოლუციამ, რომელიც მოიშველია იმ ბანკმა გადაწყვეტილების შეყოვნებისთვის. ამას არ ჭირდება დიდი ფინანსური ინსტიტუტების ფუნქციონირების სპეციფიკის ცოდნა, რომ მიხვდეთ, რომ ის ადამიანების სახელები და გვარები, განსაკუთრებით ბიზნესმენების, რომლებიც ამ რეზოლუციაში დიდი ალბათობით უკვე კენჭისყრის შედეგად ხვალ მოხვდებიან, რომ ევროპულ საფინანსო სისტემებთან მათ სერიოზული პრობლემების შექმნა დაიწყო. ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მოიტანოს მათ ამ რეზოლუციამ, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის რაღაცა განყენებული ინსტიტუცია ევროპის პარლამენტი, ეს არის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი ზოგადად ევროკავშირის მუშაობის და შესაბამისად ის რომ აქ მოხვდა ადამიანი, ინდივიდი, რა თქმა უნდა ეს რაღაცა უკვალოდ არ ჩაიგდეს. ასე რომ ამის რაღაცა იმედი და მოლოდინი არავის არ უნდა კონდეს, რომ ეს დაიკარგება და ამას მიიღებს და მორიგი, ასე ვთქვათ, ერთი კიდევ ერთი რეზოლუცია შეემატება ევროპის პარლამენტის ისტორიას. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, ეს ამის მოტივატორი არ არის მხოლოდ ეს, მაგრამ ბატონი ლანსბერგის ის ინტერვიუ გამოქვეყნდა რადიო თავისუფლებაზე, სადაც ის ბევრ არგუმენტს და მიზეზს ჩამოთვლის, რის გამოც ევროპა არ მიატოვებს საქართველოს, მაგრამ პირველ რიგში ამბობს იმას, რომ სანამ ქართველი ხალხი არ ეგუება სახელმწიფოს მიტაცებას რუსი ოლიგარქის მხრიდან, შეუძლებელია ვინმე ამაზე დახოჭოს თვალები, სურვილიც რომ კონდეს, ან მობეზრება, ან გადაღლა, ან სხვა პრობლემები და ხას უსვავს იმას,
რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ უწყვეტ საპროტესტო აქციებს და ქართული ხალხის შეუგუებლობას რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკისადმი. ეს მარტო ლანდსბერგის აზრია თუ თქვენი ძალიან მჭიდრო და ხშირი კავშირი და მიმდინარე ევროპელებთან? იცით რა არის? აბსოლუტურად ხშირად ვამბობ ხოლმე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ქართული ხალხის ნება არის ფაქტიურად უკანასკნელი ბასტიონი, რაც იჭერს საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. რომ არა ქართული ხალხის ნება, შეიძლება დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე ყოფილიყავით. ორი მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ აი რომ არა ადამიანების ნება ჩვენ ამ ევროინტეგრაციის პროცესში იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ. გახსოვთ ალბათ, რომ საქართველოს ხელისუფლების თავდაპირველი ნება იყო, რომ მას ისინი არ აპირებდნენ ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას, ხო? და ჩვენ გვახსოვს, რომ ამ გადაწყვეტილებამ გამოუცხადებამ ამ გადაწყვეტილების გამოიწვია ძალიან ბევრი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა ერთადერთი მოთხოვნით, რომ გაკეთებულიყო განაცხადი. და ეს ზუსტად მოხდა იმის გამო, როგორც თქვა ქართული ოცნების მაშინდელმა წარმომადგენლებმა, რომ ქართულ ხალხს უნდა ეს ყველაფერი. და ასევე 28 ნოემბრის ცნობილი გადაწყვეტილების შემდგომ ეს არის ისევ და ისევ იმის მერე გრძელდება უპერავიც მესამე თვე არის ფაქტიურად პროტესტი, რომელიც რეალურად ტოვებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. რომ არა ეს პროტესტი, რომ არა ეს ხალხის ასე ვთქვათ ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბევრად უფრო მძიმე სიტუაციაში ვიქნებოდით როგორც სახელმწიფო ვიდრე ვართ დღეს.